იუნგის ფსიქოლოგიაში ასეა, რომ აი შენი შედოვის, შენი ჭრილი კი არ უნდა ებრძოლობას, არამედ უნდა მოусმინო. რაღაცა რომ უნდა იმას და არ არის ეს შესრულებული, რაღაცა რომ სხვანაირად უნდოდა და სხვანაირად გამოვიდა, მე რაღაც ტრავმები დარჩა. შენ თუ მუდმივად უგულველყოფას გაუკეთებ და არ მიიღებ ამ შენს ჩდილს, თუნდაც იმ შენს ცუდ ნაწილს, რომელიც ნაწილი შენ თითქოს და რაღაც არ გიყვარს და გარიყული ყავს. ესო არსად არ იკარგებაო, ანუ მე რეალურად ეს მაინც დაგეწევა შენ და მე სამწუხაროდ ძალიან ცუდი ფორმით შეიძლება გამოიხატოსო. ასეა იოგაში ემოციებიც რა, აი ნახე ფსიქოლოგიაშიც ასეა, იოგის ფილოსოფიაშიც ასეა. შენ თუ ემოციები არ გამოხატე, ეგ არის ძალიან ცუდი. ეგ შენი არ გამოხატვა, მაინც და მაინც ის კი არ არის, რომ სადღაც ვიღაცას უყვირო თუ ასე, და შეიძლება ეგეც იყოს, მაგრამ ემოციების გამოხატვა, როცა არ ხდება, მე ხდება აგრესია, ძალიან დიდი დაგროვილი ბოღმა, შური, ან რაღაც შიშები და ასე შემდეგ და ეგ ყველაფერი მე გასაშვები ხდება და თუ არა და ორგანიზმში იჭედება და ფიზიკურად შენ დღეს აი რადგან მინდა ვლაპარაკი ground chakra არის, მაგრამ მანდამდე ვერ მივედი რეალურად, ანუ აი შენი საფუძველი ground chakra, ჩაკრებზე ვლაპარაკობთ და ჩაკრების გახსნა და ასე შემდეგ, აი ეს პირველი ground chakra არის შენი საფუძველი. აი ეს ვინ ვარ მე მაგის გარკვევა. მაგაზე კარგად დგომა და ვინ ხარ შენ ყოველგვარი, იცი რის გარეშე? ყოველგვარი ვიღაცის გარეშე. ანუ დედამ და მამამ რომ მოგიწონოს და ეგეთი ხარ ეგ კი არა. მასწავლებელს რომ მოეწონები ეგეთი კი არა. ან ვინმეს რომ მოეწონები შენ მეგობრები რომ უფრო მეტად მიგიღებენ ეგეთი კი არა. არამედ შენ გულით რა გინდა. ხო დარწმუნებას